ბალდელი დედების ზუგდიდში სამეგრელოს გუბერნატორ დავით ვერავასთან შესახვედრად ჩავიდნენ. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას. მოგვიანებით უწყებაში გუბერნატორი მივიდა, რომელმაც ბალდელ დედებს განუცხადა, რომ მათთან მისი წარმომადგენელი ჩამოვიდოდა. ადგილზე მან მოქალაქეების მოსმენა არ ისურვა. დედები ითხოვენ შეხვედრას, რომელიც იქნება საჯარო და მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაიწერონ ან პირდაპირ ეთერის საშუალებით გადასცენ საუბრის დეტალები, რაზეც უარს აცხადებენ გუბერნატორის სამსახურის წარმომადგენლები. იმიტომ არ მოსულობთ, რომ იმიტომ არ მოვედით გუბერნატორთან, რომ მაგათი პირობებით ვიაროთ ჩვენ. ჩვენი პირობები და ჩვენი პრობლემების წარსადგენად მოვედით და არა პირობების დასაყენებლად. ვერ გავიგებთ, რომ პირობებსა და პრობლემას შორის ყარი განსხვავება. ხორი არა განსხვავება, გეკითხებით ხალხმა. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა? პრობლემა არის, ჩვენი პრობლემა არის ბალდის კანიონის გაუქმება. ეგ არის ჩვენი პრობლემა, არ გვინდა არანაირი ინვესტორის შემოსვლა, არავის შემოსვლა არ გვინდა. ჩვენი სოფელი იყოს ჩვენი ხალხისთვის, ბალდის მოსახლეობისთვის. ამაში რა არის პრობლემა? გაგვეცით პასუხი ხალხმა, ბალდის კანიონის ხელშეკრულება გაუქმდა თუ არა? გაუქმდა თუ არა ეს? აი უბრალოდ გვინდა კითხვა ისმის, გაუქმდა თუ არა ხელშეკრულება? გაუვიდა დრო, გააქმეს თუ არა. გაუქმდეს უნდა 40-მიანი იჯარაც. აი ამას ვითხოვთ ჩვენ. მეც არაფერს არ ვითხოვთ, კაცო. რაც ადგილობრივები არც საიდან პასუხი ხო უნდა გამოგვეტანა. ჩვენი არჩევანი არ იყო იჯდომა. და დუგვაყენებენ შეურაცხყოფა. შეუმანეს თემა ქვეყანამ უნდა გაიგოს. რა უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობ? ყველა ქართველმა უნდა გაიგოს. ეს ლაივი საჭირო. რომ ყველა გაიგოს არ ხება უსამართლობას ეზრდება. ზუსტად აი იმისთვის არის. ჩვენ არ ვიშლებით, აქ ვიქნებით. გითხრა გაუქმებულია თუ არა? ამას მოვიხსოვდა. რა შეიძლება ჩვენ თავზე პასუხსაც არ ვაგებთ დედა. ისევად დედები შეწუხებულია. 17 დღეა გარემდგებათ იმაში ქუჩაში ასვალზე. მაგნები თბილ კაბინეტში ზიან იქანე და არა ყავთ დედები არა ყავთ ბებიები ნუ რაღაცა არა არანაირი სოლიდარობას არ არის. როგორ იმას არ დაწდება გულიო საქართველოს ყოველი გოჭი მიწა იქნება ყოველწლად რა რითმა შეიძლება საქართველოს რითი უნდა შეიარჩუნო საქართველოს ამი კიდევ ქართველობა რა შექმნილა ცერხა ზიხარ ეს შეიძლება ქართველი ხარ. ასყოდ იმის რომ რაღაცნაირად განეიტერა სიტუაცია, რაღაცნაირად პრობლემის მოგვარებაზე იცნობენ, რაღაც შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებენ, შოუს უწოდებენ ამ ყველაფერს და თითქოს კამერები ჩვენ იმიტომ გვინდა რომ შოუს ვაკეთებ და რაღაცა შოუში მონაწილეობ. ეგ არის კიდევ ერთი შეურაცხყოფელი განცხადება. შეურაცხყოფელი ასევე მათი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, რომ გვემალებიან, პასუხს აღწევენ და ბოლოს რაღაცა უირებს ისევ პირში გვეუბნებიან და თითქოს მზად არიან შესახვედრად, მაგრამ მე ვიტყვა რომ არავითარ შემთხვევაში საჯარო შეხვედრა არ უნდათ და ასე შემდეგ და ეხლა კამერაზეც მუშაობდა ეს ადამიანი, თითქოს აიქვიან მზად ვარ შესახვედრად, მაგრამ სინამდვილეში არ უნდათ რომ უბრალოდ მოგვიცინონ შევალთ შეხვედრაზე, არ იქნება ჩანაწერი და მე უნდა ვამტკიცოთ ეხლა ჩვენ შიგნით რა იყო, რომ ვისაუბრეთ რა დაგვიგებინებთ და ასე შემდეგ. არ ვართ აზროვნები იმის გამო ცილს გავწუნებენ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზახეთ, რომ საჯარო შეხვედრა გჭირდება, არა იმიტომ რომ კამერებთან გამოშვით, არამედ იმიტომ რომ ვერავინ ვერ მოახერხოს სრულ ინფორმაციის გავრცელება, ცილის წამება ადამიანის მიმართ და საზოგადოებას შეეძლოს დამოუკიდებლად გამოიტანოს აზრი ამ საუბარზე და ამ დიალოგზე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ეს არის ჩვენი არგუმენტი, ასე რომ ისინი ვერ გვეუბნებიან ვერანაირ არგუმენტს, რატოს არ უნდათ, თუმცა ჩვენ ვიცით ის არა სიმართლე, ვიცით ის დაშავებულია, ვიცით ის გულგრილები არის ადამიანების მიმართ და ასე შემდეგ და ალბათ არ უნდა რომ ეს წარმოაჩინოს და ხალხმა ამის ჩვენება მოახერხოს საზოგადოებას. ცნობისთვის ბალდელმა დედებმა გუშინ მე-16 ღამე გაათენეს ღია ცის ქვეშ, წვიმასა და ყინვაში. მათი მოთხოვნაა დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონის კორუფციული სქემით დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ განაცხადოს. ბალდაში პროტესტი თითქმის 800 დღეა გრძელდება. ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიას, ეგრეთ წოდებულ ინვესტორს, ატრაქციების მოსაწყობად მიცემული ვადა 2 კვირაა მოეწორა. ბალდის მოსახლეობა ითხოვს 40 წლიანი იჯარის ხელშეკრულება მთლიანად გაუქმდეს, კანიონი ხელუხლებელი დარჩეს და ხალხს დაუბრუნდეს.